დღეს განვიხილავთ შემდეგ მოდელს. ისიც ჩვენი მართულება არის ერთადად ჭკვიანი მოწყობილობები, რომელიც იმართება აპლიკაციებისა და ინტერნეტის მეშვეობით. დღეს გვაქვს წარმოდგენილი ესეთი შეიძლება ითქვას ახალი ჭკვიანი ავტომატი, რომელიც ყენდება სხვა ელექტროობაზე. აღნიშნული მოდელი არის C25, ამათ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, შეიძლება სხვა იყოს. ეს არის ორპოლუსიანი, შეიძლება იყოს ერთპოლუსიანი, სამპოლუსიანი. აი, ასეთი შეიძლება იყოს. მოკლედ, ეს არის ჩვეულებრივი ავტომატი, რომელიც გამოიყენება ყოველდღიურად. ეს არის სიმბაღეზე მომუშავე, რომელიც ინტერნეტ სიმბაღედან იღებს. ხოლო ეს არის Wi-Fi. უფრო გავრცელებული, უფრო მარტივი და უფრო ხელმისაწვდომი მოდელია. აღნიშნული მოდელის უპირატესობა ის არის, რომ არ გიწევთ სიმბაღეთის ყოველთვიურად ანგარიშის შევსება, მართვა და ასე შემდეგ. დააკავშიროთ სახლის Wi-Fi-ზე და შეგიძლიათ დისტანციურად სახლიდან მოშორებით მართოთ აღნიშნული ავტომატი, ჩართოთ, გამართოთ და ასე შემდეგ. პირველი რაც უნდა გავაკეთოთ აუცილებლად, დავაერთოთ ზედა მხარეს და არა ქვედა მხარეს. ან დენი უნდა მიეწოდოს აუცილებლად ზემოდან და ქვემოდან უნდა გამოვალი დენი ექნება, რასაც მიაწვდით დენს. აღნიშნული მოდელი მუშაობს აპლიკაციაზე TUI-აზე, გვაქვს ჩვენ ტელეფონში ეს აპლიკაცია. მოკლედ, ეხლა დენი მიეწოდება აღნიშნულ მოწყობილობას ციმციმებს წითლად, ეგ იმას ნიშნავს, რომ ჯერ დამატებული არ არის და ითხოვს, რომ დავამატოთ. ეხლა ჩვენ გვაქვს გადმოწერილი აღნიშნული აპლიკაცია, მოდით განახოთ. TUI-ა. შედივართ TUI-აში, მარტივი აქვს რეგისტრაცია, უბრალოდ აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეთ, ისე სტუმრის სტატუსით თუ შეხვალთ, აღნიშნული მოდელის დამატების საშუალებას არ მოგცემთ. შემდეგ აპლიკაციაში ვაწვევით Ads. ვეძებთ მოწყობილობას და თქვენ ხედავთ, აი, აგერ ამოაქვს აღნიშნული მოწყობილობა. ვაწვევით დამატებას. ეხლა ეს არის ჩვენი Wi-Fi. უნდა მივცეთ აუცილებლად წვდომა Wi-Fi-ზე, ანუ პასვორდი ესე ვთქვათ. თქვენ უზიარებთ ამით Wi-Fi-ის მოწყობილობას და მე უკვე იწყებს დამატების პროცესი. ეხლა ხედავთ ოდნავ ციმციმებს აღნიშნული მოწყობილობა, აინთო წითელიანთია, ხო? და მოწყობილობა აგრძელებს, აი დაემატა. ეხლა როცა დაემატება, უკვე თქვენ შეგიძლიათ შეუცვალოთ სახელი. შედიხართ აქედან და დააქმნათ მაგალითად მოდი ქართული იყოს სახლი. სახლი 1. დავამატეთ სახლი 1, დაემატა. ეხლა უყურეთ. ტელეფონს შეიძლება კონდეს ინტერნეტი Wi-Fi-დან, შეიძლება კონდეს სიმბაღედიდან, არ აქვს მნიშვნელობა. როცა გინდათ ჩართოთ სახლში, მაგალითად, კვება აი ამ მოწყობილობაზე, პირდაპირ აწვევით. ჩართეთ. გათიშო მოგინდათ. ჩამოაყენოთ ავტომატურად. კიდე ამას აქვს საკმაოდ ბევრი ფუნქცია. ამის შესახებ მოკლედ გეტყვით, მე დეტალურად გავვლით, შედიხართ მოწყობილობაზე თვითონ. აღნიშნულ მოწყობილობას თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ გრაფიკები, ანუ რა დროს ჩაირთოს, რა დროს გამოირთოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგას დაკავშირებით გვექნება მე დეტალური განხილვა, მანამდე განხილვით მოკლედ. შევიდით თვითონ მოწყობილობაზე. ნუ აქედან შეგიძლიათ ჩართოთ, გამოვხდოთ, ავტომატურად ჩამოგდება აქედან შეგიძლიათ. ეხლა off on ტაიმერში შევდივართ აი ქვედა ნაწილში და ეხლა რისთვის გვინდა ეგ და add მოწვევით. ეხლა აგერ შეგვიძლია დავაყენოთ. ანუ კვირის დღეებში მაგალითად გვაქვს საწყობი, გვაქვს აგარაკი, სადაც ღამე გვინდა განათება რომ ჩაერთოს. ავირჩიოთ კვირის დღეებს, მაგალითად, მთელი კვირა on-ზე, ანუ ჩართვაზე ჩაერთოს მოწყობილობა მაგალითად ღამის პირველ საათზე და 55 წუთზე სიტყვაზე. ამ ყველაფერს ვასეივებთ. დაემატა. ანუ ყოველ დღე ეს მოწყობილობა გათიშული რო იქნება, ჩაერთვება 2-5 წუთი აკლია. შემდეგ შეგვიძლია დავამატოთ ასევე off-ი და გაითიშოს მაგალითად დილის 6 საათზე, ხო ვთქვათ? 6 საათზე 55 წუთზე. იგივენაირად ყველა დღეს მოვნიშნავთ და აქ შევუცვლით off. sure. დავასევებთ. და გამოდის რომ თვითონ ჩაერთვება ღამე, როცა 2-5 აკლია და დილით გაითიშება, როცა 7-5 წუთი აკლია. მარტივია საკმაოდ.